მოქმედებების გაუქმება. მოქმედების გაუქმება არის დოკუმენტის იმ მდგომარეობასთან დაბრუნება, რომელიც ბოლო მოქმედებამდე იყო მოცემული. ეს ყველაზე ხელსაყრელი მოქმედებაა შეცდომების გასასწორებლად. როგორ გამოვიყენოთ მოქმედების გაუქმება? არასწორი მოქმედების გასაუქმებლად ტექსტის არასწორად შეყვანა, არასწორი წაშლა, არასწორი ობიექტის ჩასმა და ასე შემდეგ, რეკომენდირებულია ეგრევე გამოვიყენოთ გაუქმების ფუნქცია. პირველი მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში შეცდომითი მოქმედების შემდეგ გამოიყენეთ კლავიატურის კომბინაცია Alt Backspace ან Ctrl Z. მეორე მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილაკზე Undo სწრაფი მიწრომის პანელზე. შენიშნა, თუ კი დააწკაპუნებთ სამკუთხედ ღილაკზე გაუქმების ღილაკის გვერდით, გაიხსნება სია ყველა წარმოებული მოქმედებით, რომელშიც შეგიძლიათ აირჩიოთ თაგვის მარცხენა ღილაკზე დაწყაპუნებით და გააუქმოთ შეცდომითი მოქმედება. მის თავს ზემოთ განლაგებული ყველა მოქმედების გაუქმებით. როგორ გავაუქმოთ მოქმედების გაუქმება? თუ კი მოქმედების გაუქმებისას ცოტა ზედმეტი მოგივიდათ, შეგიძლიათ გამოასწოროთ ეს შეცდომაც ორი გზით. პირველი მეთოდი. გახსნილი დოკუმენტის ფანჯარაში მოქმედების აღსადგენად დააწექით კლავიატურაზე ღილაკს F4. მეორე მეთოდი. გახსნილი დოკუმენტის ფანჯარაში აირჩიეთ ღილაკი Redo სწრაფი მიწრომის პანელიდან. შენიშნა, Excel-ის პროგრამაში გაუქმების მოქმედება ისეთი სრულყოფილი არ არის როგორც Word-ში, ამიტომ ბრძანების გაუქმებისას იყავით ყურადღებით. როგორ შევიყვანოთ ინფორმაცია უჯრედში? იმისათვის, რომ დავიწყოთ ტექსტის, რიცხვის ან თარიღის შეყვანა სასურველ უჯრედში, აუცილებელია მისი გამოყოფა, ხოლო შემდეგ კლავიატურაზე საჭირო ინფორმაციის აკრეფა ან მისი ჩასმა, თუ კი დაკოპირებული გვაქვს და ინახება გაცვლის ბუფერში. შეყვანის დასრულებისას აუცილებელია დავაწვეთ Enter მარკერის ქვემოთ გადასაადგილებლად სვეტის მიხედვით. Shift Enter მარკერის გადასაადგილებლად ზემოთ სვეტში. Tab მარკერის გადასაადგილებლად მარჯვნივ სტროფში. Shift Tab მარკერის გადასაადგილებლად მარცხნივ სტროფში. ინფორმაციის გამოყვანის დაწყებისას უჯრედში ფორმულების სტროფში მარცხენა ნაწილში ავტომატურად გააქტიურდება სამი ღილაკი Undo, Enter, Insert, Function. თუ ინფორმაციის შეყვანის დასრულების შემდეგ არ გამოვიყენებთ კლავიატურას და დავაწვევით ღილაკს შეყვანა ფორმულების სტროფზე, გამოყოფის მარკერი არ დატოვებს უჯრედს მონაცემებით, არამედ დარჩება მხოლოდ გამოყოფილ მდგომარეობაში. თუ ინფორმაციის შეყვანისას დავაწვევით ღილაკს გაუქმება ფორმულების სტროფზე, მაგრამ მიმაგრებამდე ღილაკებით Enter და Tab შეყვანილი ინფორმაცია წაშლილი იქნება. ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ღილაკი Escape კლავიატურაზე. ინფორმაციის წასაშლელად, რომელიც განლაგებულია კურსორის მარცხნივ, გამოიყენეთ ღილაკი Backspace, ხოლო კურსორიდან მარჯვენა სიმბოლოს წასაშლელად გამოიყენეთ ღილაკი Delete.